რაკი ასია? ქალებს შეუძლიათ სამზადის შეუდგნენ. ჩვენ კი რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებთ. ხომ არ აჯობებს, რომ ქორწილი ჩვენს ეზოში გადავიხადოთ. სუფთა ჰაერზე ქეიფს რაჯობია. არ მიყვარს საქორწილო დარბაზები. სული მეხუთება ხოლმე. ამდენი ხალხი ერთ ეზოში როგორ დაედევა, თუმცა დიდი ეზობა აქვთ. რა თქმა უნდა, დაედევა. კარგი ჯგუფი მეგულება. არაჩვეულებრივი მუსიკოსები არიან. როგორც გაგიხარდეთ, ისე მოიქეცით ჩულა. თქვენი ქორწილია. ილიას, რა ჯგუფია? როგორ ჯგუფია, მოგეწონება. დეტალები ქალებმა გადაწყვიტა. ჩვენ ვჩავერევით. ადექი ილიას, ჩვენი წასვლის დროა. უბრალოდ საუბრობთ, მამა. აჯობებს ილიას მასახლი მოძებნოს. ეს დიდ დროს წაიღებს. რას ბრძანებთ, ქალბატონო სეჰერ? საკმაოდ დიდი სახლი გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენთან იცხოვრონ. ბავშვი რომ გაჩნდება, ასიეს შევეხიდებით. სახლში ბევრი ქალი ვართ. იჯერ ახალგაზრდა, გამოუცდელია. ერთდროულად ბავშვის გაზრდა და სახლის დალაგება გაუჭირდება. ვიდრე მოძლიერდებიან აჯობებს ჩვენთან იცხოვრონ. მერე კი იქაურობა შვილიშვილებით რომ აივსება. ახალ სახლს უყიდით. რა სიტყვით ქორწილი მომდევნო კვირას რომ დავნიშნოთ? წამოდი შულა, წავიდეთ. ნახვამდის. ხვალ მოგეკითხავ, ბეჭდები ვიყიდოთ. ჯიმშით, ვახშმათ რა მოგიმსადო? ომლეტ შეჯამ? დედა არ მესმის, ბეჭდების საყილად ამდენი ხალხი რატომ მივდივართ? ფული მოგვეცი და ჩვენით ვიყიდით. შენ ვერ ერკვევი. ბეჭედი ცხოვრებაში არ გიყიდია. ეს ერთგვარი გართობაა. ასეთი რაღაცები ჯგუფურად კეთდება. გოგონა სოლად შეირთავდი და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა? ცდები, თელმის ოჯახზე ქორწინდები. დრო ამას შეეგუო. არა, მამა, ამას ვერ ავიტან. თურმე ვერ აიტანს. ამაზე ადრე უნდა გეფიქრა, ვაჟ ბატონო. არავისთვის არაფერი უკითხავთ და ახლა პრეტენზიები აქვთ. სალი, ნახე, როგორ არის სიამოვნად ქორწილს ჩვენ ეზოში რომ ვიხდით. მაგაზე კარგი რა არის? ტყუილად რატომ უნდა დავიხარჯოთ? ფული ოჯახში დარჩეს. ამას რაჯობია? შენ თავარი არიცი. რძალი ჩვენ სახლში იცხოვრებს. რატომ? ჩვენს აგვიკითხეთ. ცალკე გადასვლა შევთავაზეთ, მაგრამ მათ აქ ცხოვრება ამჯობინეს. ვერ ჩვენ გავიგეთ. ნუ თუ ფული არა აქვთ. სალი. შვილო ადექი გვაგვიანდება. სალი, მანქანის გასაღები მოგვეცი. საკიძე კიდია. მგონი მოვედით. მიდი ჩამოჯექი დაო. მე ჯიმშის დაუძახებ. არ არის, გონი სანადირო წავიდა. შიგნით შედი დაო. მამა ჰიქმეთის ნივთები მიალაგე და მერე ძმა ჯიმშითის სახლში გადავინასვლოთ. რა შესანიშნავი ადგილია. აი, ჩემი საიუველირო მაღაზია. წამოდით ბავშვებო. არა, ჩემი სიცის მეგობარიც იუველირია. მასთან წავიდეთ. ქალბატონო სეჰერ, რა მნიშვნელობა აქვს? ოქრო ყველგან ოქროა. ოსმანიც გავიყოლოთ. გველოდება. დილომშვიდობის. გთხოვთ. ამას ვისხედავ, მოვბრძანდით. ჯერ ყავა დავლიო და მერე საქმეს მივხედოთ. სხვა დროს იყოს ოსმან.
ჯერ ის მოვაგვაროთ, რისთვისაც მოვედით. პრობლემა არ არის, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს ადგილზე მოგართმევთ. სიარულით თავს შეიწუხებთ, შემობრძანდით, შიგნით შევიდეთ. შებრძანდით. გთხოვთ. ნუ დგახართ, შემობრძანდით. ყიდველები ბურსადანაც კი ჩამოდიან. ძალიან პოპულარული მაღაზიაა. საქმე საათივით აქვს საწყობილი. კარგია, გილოცავთ. რა იყო სიძევ? მოწყენილი ჩანხარ. რა იყო ქალებმა უკვე გაგაწამეს? რა თქმა უნდა არა. შვიდად. წამოდი. ჩემი იმედი გქონდეს. ილიას, მაღაზია თქვენს განკარგულებაშია. თქვით რა მოგწონდა 1 საათში სახლში მოგართმევენ. არაფერზე იდარდოთ. არანაირი სახლი არ აქვს ოსმან. მშობლებთან იცხოვრებენ. არა უშავს, ასე ჯობია. ბავშვები უკეთესად იქნებიან. ასიას უთოდათ მის საშრობი დაჭირდება. ამის ყიდვა ისედაც მოგიწევთ. აირჩიეთ რაც გინდათ. ყავას როგორც მიირთმევთ? არც ისე ტკბილი. თქვენ? მე ტკბილი მინდა. მოდი გავიქცეთ. ამ საგიჟეთს ვეღარ გაუძლებ. კარგი, გავიქცეთ. და მე ერთმანეთს დაჭამენ. შეხედე რა დღეში არიან. დედაშინს თავის შეკავება გაუჭირდება. მალე ღრიელს დაიწყებს. დედა შენი კი სადაცაა, დედა ჩემს გაგუდავს. წუთი-წუთზე აფეთქდებიან. ცოტა უკლიათ. და ძალიან კარგი, ორივეს თავიდან მოვიშორებთ. დავტოვო და დაუხოციათ ერთმანეთი. ნუსულელოვ. რა იყო? Şunların hallerine bak. ერთი იმად შეხედეთ. არაფერი აღელვებთ. თითქოს ჩვენ ქორწინდებოდეთ. Bugünler bir daha... ამ დღეებს მინდა უბრუნებს. და აცადე ისი ამოვნენ. ეს მესმის. გონი ვიღაცას გაახსენდა პატარძალი რომ იყო. რა ხდება, ისე ლაპარაკობ თითქოს 60 წლის მყავდე. ჯერ ჩვენს ახალგაზრდები ვართ, ხომ ასეა? აი ესეთი კაბა მინდა. Bakayım. მაჩვენე? Yok. არა. Etekler yere ქვედაბოლო მიწას უნდა წუდებოდეს. Anne en nefret ettiğim Dede. etekleri yere kadar olan gelinlik. ყველაზე მეტად გრძელ კაბებს ვერ ვიდან. დაო, ყველაფერი წესისამებრ უნდა იყოს. ასე არ გამოვა. Ben bunu beğendim. რატომაც არა მე ეს კაბა მომწონს. ნახოთ რა იქნება. თქვენ შეერჩიეთ და სიგრძის დარეგულირება პრობლემა არ არის. მართლა? მაშინ რაც შეიძლება გრძელი იყოს. დაუჯერებელია. ქაბატონო სეჰერ. ასე ეს როგორიც უნდა ისეთი უნდა იყოს. აბა, როგორ მიდის საქმე? შეიძლება ჭკუიდან გადავდგე. ახლა კაბას არჩევენ. მე გამომაგდეს, არ უნდა დაინახო. Görmemem lazımmış. თუ ასეა სადმე წავიდეთ. Oğlum her ნებისმიერ წამს შეიძლება ჭკუბი ატყდეს. ვერსაც წამოვალ. mesela მაგალითად გუშინ იჭყუბეს და ყველა თავის გზაზე წავიდა. ya şu სინანის როგ ჯგუფი მოძებნე? მინდა რომ ჩემ ქორწილში დაუგრან. რა გინდა? სტუმრებს არ მოეწონებათ. ne yapsın lan onların müziğini? ეს ჩემი ქორწილია, მეგობარო. მე ვინც მინდა იმათმა უნდა დაუგრან. Peki tamam. კარგი, ასე იყოს. ოღონდ მე არ იწუწუნა. ჯანდაბა, უგეშხუბობენ. Az. მოითმინე, სულ ცოტა გადარჩა. Bunların hepsi მალე გავთავისუფლდები და აღარაფერი გაგახსენდება. Öyle bir şey yok. გამარისხულია. Bunlar her zaman ისინი არასდროს გაგვახარებენ. წამოდი, მითხარი რამ გაგაბრაზა. ამ პრობლემას ახლა მე მოვაგვარებ. თქვი რა გინდა და ყველაფერს შეგისრულებ. გვირდები. Ya ben etekleri böyle მინდა რომ საქორწილო კაბა აი ამ სიგრძის იყოს. bir de böyle bir და fotoğraf კიდევ çektim. აი ასეთი ფოტოსურათის შეკვეთა მინდა. ასეთი ფოტოების შეკვეთა გინდა? ხო,
მოდი ასეთი შევუკვეთოთ. ეს გაცილებით ლამაზია. კარგი, ასეთი შევუკვეთოთ. სხვადასხვანაირი ფოტოს იღებენ და შენ უნდა შეარჩიო. დანარჩენებს თუ გინდა ნუ წამოიღებ. მეხუმრები, რა საშინელებაა? მე ასეთ ფოტოს არ გადავიღებ. რატომ? გინდა რომ სახალხო შემაწყვინო? ჩემო მეგობრებმა ამ ფორმაში რომ დამინახონ, სიცილით დაიხოცებიან. Ya Momismine. aptal kızları gibi şeyler isteme benden. პროვინციელი გოგოსავით 1000 სისულელეს ნუ იგონებ. სირცხვილია. Biz zaten ისედაც პროვინციელები ვართ. თქვენ სადაურები ხართ. sonra size kasaba olmaz. თუ ასე გინდათ შეგიძლიათ ქალაქელი გოგო იპოვოთ. Pardon. მაგრამ ბოდიში, ჩემზე დაქორწინება გიწევს. Asiye. ასიე, თავიდან უნდა იწყებ, ხო? Bak, düğün შენ საქორწინო ფოტოებიც სასაცილოდ გეჩვენება. საინტერესოა ქორწილში რითი დაიმშვიდებ თავს. Galiba sen პატყაფორსულობის გამო შენ უფრო გიწევს იძულების წესით გათხოვება, რადგან გამოდმევით პრობლემებს ქმნი და საჩხუბარ მიზეს ეძებ. ayrılırsın. დაცილებით მემუქრები სახლიდან გარბიხარ. Bu zaten şu. დამბოლი შორს არ არის. რამდენიც გინდა იმდენი ისე ირნე. Ben mani ხელს არ შეგიშლი. ილიას, ილიას. tamam. კარგი, Tamam, კარგი. saçmalama. გეყოფა. მორჩა. Ben de melek ანგელოზების გარეშეც გავძლებთ. düz bir tane. ჩვეულებრივი ფოტოები გადავიღოთ. Bu ne? ეს რა არის? Beklerken al. რომ გელოდებოდი, მაშინ ვიყიდე ჩემი ფულით. Param bu ne? უკეთესზე ფული არ მიყვა. Benim oldu. არ მინდა დაგავიწყდეს რომ ჩემი ხარ. მოიცადე. გეყოფა. გეყოფა. Bana bak oğlum. მომისმინე შვილო. Daha. იმ ოჯახთან შეხვედრას ვეღარავინ მაიძულებს. გეფიცები ინფარქტი დამემართება. ასე ხომ არ შეიძლება. ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს რა გაუზრდელი ხალხია. მათთან ურთიერთობა შეუძლებელია. დედა, ზეწრების ხედვა რატომ გადაწყვიტე? ეს რა წესია? ვის გაუგია? გაჩვენდი. დაფატმამ გადაწყვიტა იმ ხალხს საზრუნავი შეუმციროს. მომისმინე შვილო. მე მეტი საშუალება არ მაქვს. ვალდებული არ ვარ ვალებში ამოვიხადო სული. იმ ქალმა კი ყველაზე ძვირიან საიუველირო სალონში წამიყვანა. თითქოს პრეზიდენტის ქალიშვილისთვის ვყიდულობთ საჩუქარს. Ama yok. არა, მართლა გავგიჟდები. იმ გოგოს დედა შემომაკვდება. რა ხდება ფატმა? Fatma, ვის მოკლას აპირებ? öldürüyorsun. ამჯერად რატომ ყვირი? Niye var რა ხდება? მამა სალიფ, დედა სალქაჯები დაისხნენ თავს და უამრავი ფული წაგლიჯეს. რა საშინელებაა? Başıma mı? ლისიც მეშინო და ის მოხდა. იმედია მათთან არ გიჩხუბია. Onlarla değil mi? Ettim. ვეჩხუბე და კიდევ ვიჩხუბებ. Paraları sokakta. ფულიციდან არც ვივა. Bir gelin. კაბას და ბეჭდებს ვყიდულობთ. სხვა რაღა უნდათ. სახლი გვაქვს და კარი. მოვიდეს და იცხოვროს. Allah hayali gel. ვერც კი წარმოიდგენთ რა მომთხოვეს. Bana bak. იცი რას გეტყვი? ჩემგან საკმარისია. არანაირი მაღაზიაში აღარ წავყვები. იმ გოგოს უთხარი რომ გათხოვება თუ უნდა გათხოვდეს და ზედმეტების მოთხოვნას თავი დაანებოთ. არ მაქვს და მორჩა. ბოლოს 17,000 ლირიანი ბრილიანტის კოლიე მოუთხოვიათ. აქ უკვე ჭკვიდან გადადგა. 17,000 ლირა? მამა ის ქალი გიჟია. Ya tamam oğlum takacağız. კარგი შუა. რამეს უყიდით, მაგრამ ამ ხელაფასიანი აუცილებელი ხომ არ არის? Yok be baba. არა მამა. 3000 liralık bir şey takılır. 2 ან 3,000-იანს ვუყიდით და საკმარისი იქნება. Bu hafta çok iyi. ამ კვირაში დიდი მხიარულება გველის. ძალიან დიდი. Kadın her lafını ქალს ყოველი სიტყვა აღიზიანებს. önünüze ne konuşsa საკმარისია ოქროულის ყიდვა ვახსენო და ჭკვიდან გადადის. მართლა გავგიჟდები. საჩუქარიც კი ენანება. Anne yeter. დედა გეყოფა. ვერ ხედავ რომ ფული არ აქვთ. სახლიც კი ვერ დაუქირავეს. takacaklar. ოქროულზე რომ არაფერი ვთქვათ. En alasını. ჩემდა საქორწინოდ ყველაზე ლამაზ მდიდრულ და ძვირფას საჩუქარს ვუყიდი. იმ ქალს კი საქვეყნოდ შევარცხვენ და მე იწუწუნოს. სამარცხენად იქცევით. ასეთ რამაზე ლაპარაკიც კი უხერხულია. ჩვენზე რას იფიქრებენ? რაღაც საქორწინო სამკაულის გამო გახარ და ილანძღებით. სეჰერ, შენ ქალიშვილის გათხოვება გინდა თუ მათი გამოწურვა? რამ გაგახელა? ისედაც ძლივს მოგვარდა საქმე.
Ne halt edersin? რაც გინდათ ის გიქნიათ. Düğüne de gelme. ქორწილს არ დავესწრები. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. Anne ya. დედა. რა? კარგი რა, დედა. მეგობრებო, რაც გვჭირდება ყველაფერი ვიყიდოთ. ნუ გადავდებთ. თუ ასია ხოლმე ვიყიდოთ. გასველოდებით. მიდით, რაც შეიძლება მეტი ელექტროსადენი იყიდეთ, რომ დენის გაყვანა ორივე მხარეს შევძლოთ. ილიას მაგიდები იშოვე, მაღაზი არ იდარდო. მამაც ჩემის მეგობარი რესტორნიდან გამოგვიგზავნის. Orkestraya güzel. მუსიკოსებისთვის კარგი ადგილი უნდა შევარჩიოთ. მართალია, სწორად შენიშნე. ეს ადგილი როგორ მოგწონთ? მართლა მაგარია. მორჩა, გადაწყდა. რამდენი კაცია? 4 არიან. წარმოგიდგენიათ? ცოლს ვირთავ. მგონი ქორწილი დღესვე დაიწყო. Ay annem. დედა გაბრაზდა. გაიფხორებ და თქვა რომ ქორწილს არ დავესწრებიო. ასე ეს ძალიან ეწყინა. Yalnız oğlan ბიჭის ოჯახი საოცრად ზუნწი აღმოჩნდა ოსმან. 1000 ის ქალი რას აღარ კადრულობს რომ ფული არ დახარჯოს. ortasına gitmiş. სულ იმის შიში აქვს დიდი გასავალი არ კონდეს. ქორწილს კი სახლის ეზოში იხდიან. Ev eşyası. ავეჯი არ აქვს საყიდი და არაფერი. ნორმალური საჩუქარი მაინც გაეკეთებინათ. ნუ თუ მისი ცოლი გავხდები. ახლა დღე და ღამე ერთად ვიქნებით? თითქოს დრო გაჩერდაო. ნეტავ დამაძინა და გაგვიძებულ შემიცოლი აქ დამანახა.